ჩრდილოეთ ჩინეთის ულამაზეს ქალაქ შენიანგიდან არც ისე შორს ჩრდილოეთ კორეაში ერთ-ერთი ყველაზე დახურული და სასტიკი რეჟიმის ჭრდილში ადამიანებს ყოველდღე რთული არჩევანის წინაშე უწევთ დადგომა. დარჩნენ იქ, სადაც სიცოცხლე ჭრდილქვეშაა თუ გაიქცნენ იმედისკენ, თავისუფლებისკენ, სიცოცხლის ფასად. ეს არ არის უბრალოდ გაქცევა, ეს არის 5000 კილომეტრიანი ოდისეა ტყეებით, მდინარეებით, მთებით, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე საფრთხეა ჩასაფრებული. ეს არ არის სათავგადასავლო ფილმი, ეს რეალობაა, იმ ბავშვების ამბავი, რომლებსაც პირველად იქაჩუქეს ბარბის თოჯინა და იმ ბიჭის, რომელმაც თქვა, მინდა ყველაფერი ვისწავლო კომპიუტერების შესახებ. მე ახლა მოგიყვებით ყველაზე მძიმე და გაბედულ ისტორიას, რაც კი შიშის, ტკივილისა და იმედის ზღვარზე შექმნილა. ჩრდილოეთ კორეელთა თავზე ხელაღებული გაქცევის ამბავს. მანამდე გამოიწერე არხი და დააყენე ზარის ღილაკი, რადგან ჩვენ წუთი-წუთზე გამბედაო ჩრდილოეთ კორეელებს ყველაზე სახიფათო მოგზაურობაში დავემგზავრებით. ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ვრცელი პროვინციული დედაქალაქიდან შენიანგიდან, რომელიც ჩრდილოეთ კორეის საზღვართან არც ისე შორსაა, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულამდე ფრენას 1 საათი და 45 წუთი ჭირდება. ეს ისეთი ფრენაა, რომლის დროსაც მგზავრებმა საქონლის ხორცი და ბრინჯი უნდა მიირთვან, სანამ არ ეტყვიან, რომ ისინი ეშვებიან და სუფრა აალაგონ, მაგრამ ჩრდილოეთ კორეელებისთვის, რომლებიც კიმ ჩენ ინის რეჟიმისგან ჩინეთის გავლით გარბიან, ეს რეისი და ზოგადად სხვა ფრენები ჩინეთიდან ფაქტიურად არ არსებობს. ამის ნაცვლად ისინი იწყებენ დამქანცველ მოგზაურობას, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში გულისხმობს თითქმის 4800 კილომეტრის გავლას ავტობუსებით, მოტოციკლებით, ნავებით, ტაქსით, ფეხით, მთებში შემოვლით მარშრუტზე, რომელსაც ყოველთვიურად უამრავი ჩრდილოეთ კორეელი ირჩევს. როგორც სამხრეთ კორეაში მისასვლელად საუკეთესო შესაძლო გზას. ისინი მაშინვე ხდებიან სამხრეთ კორეის მოქალაქეები. უმეტესობისთვის მოგზაურობა იწყება თავდაპირველად ჩინეთის, ვიეტნამის და ლაოსის გავლით, სადაც ისინი მზად უნდა იყვნენ, რომ შესაძლოა პოლიციამ ისინი დააკავოს და იმავე გზით დააბრუნონ უკან, საიდანაც მოვიდნენ. მერე ჩრდილოეთ კორეაში კონკრეტული სასტიკი სასჯელი ემუქრებათ. მათთვის უსაფრთხო გარემო მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც ლაოსიდან ტაილანდში საზღვარს გადაკვეთენ. რაკეტების ხილული ზალპების მიღმა რიგითი ჩრდილოეთ კორეელების სიცოცხლეს რისკავენ, რათა კიმის კლანჭებიდან თავის დაღწევა და უსაფრთხო ადგილას მოხვედრა შეძლონ. ტაილანდის ხელისუფლება მათ უკან არ აბრუნებს. ამის ნაცვლად ისინი მათ მცირე საიმიგრაციო დარღვევისთვის დააჯარიმებენ და ბანგკოკში სამხრეთ კორეის საელჩოს აცნობებენ, რომელიც დაიწყებს მათი სეულში გადაყვანის პროცედურებს. ანუ არც ისე შორს იმ ადგილიდან, სადაც ბევრმა ჩრდილოეთ კორეელმა მოგზაურობა დაიწყო. იქ ისინი ახალ ცხოვრებას დაიწყებენ მუდმივი ინტერნეტ კავშირის და ყოველდღიური თეთრი ბრინჯის პირობებში. მინდა ყველაფერი ვისწავლო კომპიუტერების შესახებ და კომპიუტერის ექსპერტი გავხდე, თქვა 15 წლის ბიჭმა, რომელიც ლაოსიდან ტაილანდში ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევიდან სულ რაღაც 12 დღის შემდეგ ჩავიდა. მეც მინდა კომპიუტერი კარგად ვიცოდე, ჩაერთო საუბარში მისი 8 წლის და, რომელიც ტაილანდში ჩასვლისას სოციალური მუშაკის მიერ ნაჩუქარი ბარბის თოჯინით თამაშობდა. ეს იყო მისი პირველი თოჯინა, რომელიც მას ოდესმე ჰქონია. ამ ბავშვებმა და კიდევ 9 ჩრდილოეთ კორეელებმა გვიამბო გაქცევისა და მდინარე მეკონგის ტაილანდურ მხარეზე გადასვლის ისტორია. ჩრდილოეთ კორეელებმა ითხოვეს მედიას დაემალა მათი სახელები და სხვა პირადი ინფორმაცია, რათა თავიდან აეცილებინათ ჩრდილოეთ კორეაში მყოფი მათი ოჯახის წევრების მიმართ შურისძიების რისკი. დაძმამ ჯგუფთან ერთად ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევის შემდეგ დინარის გადალახვით ჩინეთში ჩააღწია, მას მერე ბევრი იარეს და საბოლოოდ მათი გაბედული მოგზაურობა დინარე მეკონგზე გასეირნებით დასრულდა. გასეირნება, რა თქმა უნდა, ჭყალებში. რადგან ადიდებულმა მეკონგმა ისინი გაიტაცა. წვიმაში საათობით ყოფნის შემდეგ ისინი იპოვა აქტივისტმა, რომელიც მათ გაქცევაში დაეხმარა. მათ ღამე სასტუმროს არც თუ კომფორტებულ ნომერში გაათიეს. ცხელი საჭმელი მიირთვეს და მშრალი ტანსაცმელი ჩაიცვეს. შემდეგ დილით იმედით სავსე განწყობით პოლიციას ჩაბარდნენ. მერე ისინი დაახლოებით 20-მდე ჩრდილოეთ კორეელს შეუერთდნენ
წინასწარი დაკავების საკნებში. წვიმიანი დღე იყო ორ საკანში, ქალები და ბავშვები, მათ შორის პატარა და, რომელმაც ბარბი მიიღო და ბავშვი, რომელმაც ახლახან დაიწყო სიარული, იატაკზე დაფენილ ხალიჩებზე ისხდნენ და მზესუმზირის თესლს მიირთმევდნენ. ვარდისფერი ძელები დროებით სარეცხ თოკად იყო ქცეული და გოგონამ თოჯინის კაბა მასზე ჩამოკიდა. სხვა საკანში რამდენიმე მამაკაცი და კომპიუტერის მოყვარული ბიჭი იმყოფებოდა. ისინი დარჩებოდნენ მანამ სანამ ავტობუსი ჩრდილოეთკორეელებით არ გაივსებოდა. ჩრდილოეთკორეელები კი თითქმის ყოველ დღე სულ უფრო და უფრო მეტი ჩამოდიოდა. მათ ბანგკოკამდე 12 საათზე მეტხანს მოუწევდათ ავტობუსით მისვლა. მედიასთან საუბრისას 11-მა პირმა განაცხადა, რომ სახიფათო გაქცევის მთელი პერიოდის განმავლობაში ისინი ამ მომენტზე იყვნენ კონცენტრირებული. იმ მომენტზე, როდესაც ამ ნესტიან და სუნიან საკანში უსაფრთხო ადგილას მოხვდებოდნენ. იმ მომენტზე, როდესაც სამხრეთ კორეის ბიუროკრატია მოქმედებაში ჩაერთვებოდა. სწორედ ჩინეთის მონახულების გამოცდილებამ აიძულა მეთევზე ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევა გადაეწყვიტა. ჩინელების ცხოვრების წესის დანახვამ და სამხრეთ კორეის ახალი ამბების მოსმენამ რადიოთი, რომელიც საზღვრის გადაღმა იყიდა, მას თვალები აუხილა. ის მიხვდა, რომ რასაც მათი პროპაგანდისტული მედია ეუბნებოდა, ყველაფერი ტყუილი იყო. დასავლური მედია ესაუბრა ასევე 23 წლის ჩრდილოეთ კორეელ გოგონას სასაზღვრო ქალაქ ჰიესანიდან და მას არც მეტი, არც ნაკლები ჩინელ მამაკაცზე გაყიდვა ემუქრებოდა. შეგნებულად თუ შეუგნებლად, ეს კორეული ოჯახებისთვის ფულის შოვნის გზა იყო. მისი მეგობარი პარიკმახერი რამდენიმე თვით ადრე ჩინეთში იყო წასული. მას ეგონა, რომ ის რესტორანში იმუშავებდა, მაგრამ ამის ნაცვლად ჩინელ მამაკაცს $12,000 მიყიდეს. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო ჩრდილოეთ კორეელები მდინარეს კვეთენ და ჩინეთში გარბიან. ორწლიურად ათასობით ადამიანი სიცოცხლეს რისკავს გაქცევისთვის. ზოგი ჩინეთში იმალება, ზოგს იჭერენ და უკან აბრუნებენ, ზოგი კი სამხრეთ კორეაში უსაფრთხო ადგილს აღწევს. გასულ წელს 1418-მა ჩრდილოეთ კორეელმა მოახერხა გაქცევა. 2011 წლის ბოლოს, როდესაც 27 წლის კიმ ჩენ ინი ხელისუფლებაში მოვიდა, ბევრ ჩრდილოეთ კორეელს იმედი ჰქონდა, რომ ის ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის თანამედროვეობის და გახსნილობის ახალ ეპოქას მოიტანდა. თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა. კიმმა ჩინეთთან გრძელ საზღვარზე დაუნდობელი ზომების მიღების ბრძანება გასცა. პეკინმა კი თავის მხრივ თავის მხარეს კონტროლი გააძლიერა. ადამიანების ნაკადი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა არასრულად. არსებობს საკმაოდ ფართო ქსელი, რომლის ბევრი წევრი თავად ჩრდილოეთ კორეიდან წასული პირია და გაქცევაც კარგად დამუშავებული სისტემის მეშვეობით ხდება. და თუ ყველაფერი შეუფერხებლად წარიმართება, გამბედავი ჩრდილოეთ კორეელი 10 დღეში შეძლებს ტაილანდის დაკავების ცენტრში აღმოჩნდეს, ხოლო 1 თვეში სამხრეთ კორეაში. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ ყველაფერი სწორად წარიმართა. ჩრდილოეთ კორეელები, რომლებმაც კერძო ვაჭრობით ფული იშოვეს, გაქცევის საფასურს წინასწარ იხდიან. სხვები კი გადახდას აპირებენ სამხრეთ კორეაში ჩასვლის შემდეგ მიღებული თანხით. აი, რამდენიმე იღბლიანის გაქცევას კი ქრისტიანული ორგანიზაციები აფინანსებენ. მეთევზეზე რომ გესაუბრეთ, ის და მისი ჯგუფის წევრები გადაარჩინა ორგანიზაციამ დაუყოვნებლივი მოქმედება და ერთიანობა ადამიანის უფლებებისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთ კორეელი ჯი სონგ ჰო, რომელიც თავადაც ერთ-ერთი გაქცეულია. ჯის გუნდი მეთევზეს და ჯგუფის სხვა წევრებს თითოეულს გადასაყვანად $2,000 გადახდაზე შეუთანხმდა. მეთევზის თქმით, ბროკერთან პირდაპირ დაკავშირება ორჯერ მეტი დაუჯდებოდათ. ჯგუფმა კორეიდან ჩინეთისკენ მდინარე ღამით გადაკვეთა. ჩინეთში ბროკერმა მათ 2 მანქანა დაახვედრა და დაცულ ლოკაციაზე გადაიყვანა. როდესაც ბინაში მივიდნენ, უკვე გათენებული იყო. 3 დღე იქ დარჩნენ, უბრალოდ ჭამდნენ, ეძინათ და ჩინურ ტელევიზიებს უყურებდნენ. სანამ წასვლის დრო არ დადგა. ისინი აპირებდნენ ახალი მარშრუტის არჩევას, არა პირდაპირ ლაოსში ჩასვლას, არამედ ვიეტნამის გავლას, რადგან ჩინეთის ხელისუფლება ლაოსის საზღვართან უფრო აგრესიული გახდა. კორეელებს უკან დაბრუნებას სიკვდილი ერჩივნათ. შემდეგ ჯგუფი მგზავრობისთვის მოემზადა. მათ ჩინეთში ავტობუსებში 80 საათზე მეტი გაატარეს. ავტობუსში ყოფნა სახიფათო იყო. თუ ჩინეთის პოლიცია დოკუმენტების შესამოწმებლად ავიდოდა, ჩრდილოეთ კორეელებს დააპატიმრებდნენ. ავტობუსში ყოფნისას ერთად არიცხდნენ და ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, თუმცა მათ არც არავინ აწუხებდა, რადგან ეგონათ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მათ ეძინათ. ამ გაქცევას როგორც წესი სეულიდან ვინმე კოორდინაციას უწევს. ის ძალიან რთულ ლოჯისტიკას მართავს.
მათ უნდა იცოდნენ საკონტროლო პუნქტების ზუსტი ადგილმდებარეობა, უნდა შეძლონ ჯგუფისთვის ინფორმაციის მიწვდენა, თუ სად უნდა დაელოდონ და როდის უნდა გადაკვეთონ საზღვარი. მათი დაპატიმრება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შესაძლებელია. ამიტომ მათი უსაფრთხო ადგილზე გადასაყვანად უნდა იცოდნენ ადგილობრივი ბიუროკრატია და იპოვონ გზა გვერდი აუარონ კანონს. ამ ყველაფრის მიუხედავად ეს მათი მოგზაურობის მარტივი ეტაპი იყო. ბევრი ჩრდილოეთ კორეელი ჩინეთში ცხოვრების ან ჩინეთთან ვაჭრობის გამო ჩინურად კარგად საუბრობს. თან მსგავსი გარეგნობა საშუალებას აძლევს ადგილობრივი მოსახლეებისგან არ გამოირჩეოდნენ. თუმცა, როდესაც ისინი ვიეტნამის საზღვართან ახლოს მდებარე ავტოსადგურამდე მივიდნენ, გარემო შეიცვალა. პოლიცია საზღვარზე პატრულირებდა, ამიტომ გიდებმა ურჩიეს, რომ თავშესაფარი ეპოვათ და სიბნელეში გასაქცევად მომზადებულიყვნენ. შენობებს შორის დამალულები გადასვლის მომენტს ელოდნენ და ჩრდილოეთ კორეელები მაქსიმალურად უძრავად იდგნენ. გიდები ანიშნებდნენ, რომ არ განძრეულიყვნენ და როდესაც გაქცევის მომენტი დადგა, ისინი გაიქცნენ და საზღვარი გადაკვეთეს. ყველაზე რთული ჯერ კიდევ წინ იყო. ვიეტნამში ავტობუსითა და მანქანით კიდევ რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეელებს ლაოსთან საზღვრის გასწვრივ თებში კოკისპირული წვიმების ფონზე ფეხით სიარული მოუწიათ. ცხადია, ამის გამო ეს მოგზაურობა განსაკუთრებით დამღლელია ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. დედები ზოგჯერ შვილებს საძილეებებს აძლევენ, რომ ბავშვებმა არ იტირონ და არ დანებდნენ. სამი კაცი ფარნებით ხელში ელოდა ჯგუფს, რათა კორეელები მთის ბილიკებზე ეტარებინა. ძლიერად წვიმდა და ყველა სველი იყო. მოლიპული და სახიფათო ბილიკები სრულ სიბნელეში იყო ჩაძირული. ისინი ლაოსში ჩავიდნენ და საზღვარზე კიდევ ერთი მანქანა ელოდათ. ცხოლი ნერვიულობდა, რადგან ეშინოდა პოლიციის. მთის გადალახვის შემდეგ მათ ჯერ კიდევ სველი ტანსაცმელი იცვათ. ეს ტანსაცმელი კოკისპირულ წვიმაში მდინარის ნაპირზე დააგდეს. ისინი სიბნელეში ელოდნენ მდინარის გადაცურვის დროს. დილის 3 საათსა და 30 წუთზე ისინი მდინარე მეკონგზე მოძრავ ერთ-ერთ გრძელ ნავში ჩასხდნენ. ძლიერმა წვიმებამ მდინარის ადიდება და აჩქარება გამოიწვია. ამაც ისინი ნაპირზე გადასასვლელი ადგილიდან 20 მილით დააშორა. ირგვლივ მათ არავინ ელოდა, იმ ადგილას არც არავინ იყო, მაგრამ მეთევზისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. შვებით ამოისუნთქა, რადგან უკვე ტაილანდში იყო და მდინარის პირას შვიდად იჯდა. ჯიმ, რომელიც ჯგუფს დანიშნულ ადგილას ელოდა, კორეელების ძებნა დაიწყო, რადგან სეულში მყოფი კოორდინატორისგან გაიგო, რომ ჯგუფმა მდინარე გადალახა, თუმცა სად არავინ იცოდა. საბედნიეროდ, რადგან ჯგუფში ერთ-ერთ ქალს ჩინური მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა, ჯიმ საბოლოოდ იპოვა ისინი და ახლო მდებარე სასტუმროში მიიყვანა, სადაც გაქცეულ კორეელებს ცხელი შხაპი და მშრალი ტანსაცმელი ელოდათ. იმ შაბათ საღამოს, სანამ პოლიციის განყოფილებაში ჩაბარდებოდნენ, მათ დიდი ზეიმი გამართეს. სასტუმროს ნომერში დიასახლისმა კაფელით მოპირკეთებული იატაკი დაასუფთავა. ისინი ფეხებ გადაჯვარედინებულები ისხდნენ და წებოვან ბრინჯს, გრილზე შემწვარ თევზს, შემწვარ ქათამს და ბანანის ჩიფსებს მიირთმევდნენ. რასაც თან დიდი ქილებით ტაილანდურ ლუტს ჩანგს აყოლებდნენ. 8 წლის ბავშვი, რომელიც რეპორტიორის ტელეფონით თამაშობდა, სიამოვნებას იღებდა ფოტოფილტრებით, რომელიც მას კურდლის ყურებს ან ყვავილებს ახატავდა. ახლა სამხრეთ კორეამდე არც ისე შორია. თუ მოგეწონა ეს ისტორია და გსურს მეტი გაიგოს საიდუმლო სამყაროზე და ადამიანებზე, რომელთაც შეცვალა ეს ისტორია, გამოიწერე არხი, დააჭირე ზარის ღილაკს და დარჩი ჩვენთან. შენთან ერთად ჩვენ ხან აგენტებს დავემგზავრებით, ხან კოსმოსურ ხომალდებზე ვავალთ, ხან კი მეფეებს გავყვებით დიდომებში. ეს იყო გასაოცარი გაქცევის ისტორია. ახლა კი დროა შენც გაიქცე რუტინიდან და შემოგვიერთდე.